პროფესიით ვარ ინგლისური ენის პედაგოგი და გადაწყვეტილებების შესახებ რომ კორპუსის მენეჯერი გამხდარიყავი, მივიღე გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რაც კორპუსში დამხვდა. ვერ ვიტყვი რომ მარტივი საქმეა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ შეუძლებელია ამ ყველაფრის კეთება, თუ გაქვს мотиваცია და თუ გაქვს სურვილი იმისა, რომ შენ სამეზობლოს დაეხმარო და უკეთესობისკენ შეცვალო მისი ცხოვრება. ესე ვთქვათ, ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პირველი მეზობელთან შეიძლება შეხვიდე, როდესაც რამე დაგჭირდება და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ცხოვრების. მაი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გავაკეთეთ, ეს იყო ჩვენი სადარბაზოს კარის შეცვლა და საკეთის დაყენება ამავე კარზე და ესეც იქ ფომის ბარათთან არის კავშირში და მიბმულია მასზე. ამ კარის ჩამოღების გავარიული სიტუაციის გამო დაგჭირდა კარის შეცვლა სადარბაზოში. არ დამჭირდა რომ ესე კარდაკარ მისულიყავი და მეზობლებისთვის თანხა მეთხოვა და თქვა შეგოგროვებინა ეს ყველაფერი ერთად, რადგანაც ციფი ფომის საშუალებით ჩვენ წინსწრებით გადავრიცხეთ საკმარისი რაოდენობის თანხა მეტობით და შესაბამისად ეს თანხა ანგარიშიდან ჩვეულებრივ გადაირიცხა ჩვენი საერთო ბიუჯეტიდან, რომელიც დგება ყოველწლიურად, გადაირიცხა შემდგომ კონკრეტულ პიროვნებასთან, რომელიც დაგვეხმარა ამ ყველაფრის აღდგენაში. ახლა მომავალში ვგეგმავთ ჩვენი ეზოს კარის ჩაკეტვას, ესე ვთქვათ, დიდი გეითის გაკეთებას. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ მოქალაქეობრივი კულტურა არ არის ისეთ დონეზე, რომ დაიცვან სისუფთავე და ძალიან გვინაგვიანდება ეზო, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი წუხილი ამ ეტაპზე. აუცილებლად ჩავკეტავთ ამისთვის ეზოს, რომ არ მოხდეს ეზოს დანაგვიანება ისეთ დონეზე, რა დონეზეც ახლა ეს არის. კიდევ ერთხელ, ანუ ერთი მიზეზი იყოს, კიდევ დამატებითი მიზეზი იყოს იმისთვის, რომ შევიკრიბოთ, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, იდეები გავუზიაროთ, გავიცნოთ უკეთ ერთმანეთი და ვიმეგობროთ ერთმანეთთან.